მოგესალმებით მეგობრებო, დღეს ჩემთან სტუმრად ბრძანდება ბატონი შოთა გურჯიძე. ბატონ შოთა, მოგესალმებით და დიდი მადლობა რომ ესტუმრეთ. მოგესალმებით, მადლობა თქვენ მომიწვიეთ თქვენ გადაცემაში. ბატონ შოთა, როგორც ჩვენი ტრამპი ამბობს დონალდი, ტანგოს ცეკვას ორნი ჭირდება და მაინტერესებს საქართველოს როდემდე უნდა ვიცეკოთ ესე ერთი კაცის შესრულებით ეს ტანგო გლობალურ დასავლეთთან და კერძოდ ევროპელებთან, იმიტომ რომ გერმანელები რასაც შადიან, გერმანელები ხამაღალი თქვა მე გერმანიის საელჩო და მისი წარმომადგენელი ელჩი და ზოგადად ეს დასავლური პოლიტიკური ისტაბლიშმენტი, ეს ცოტა უკვე გასაკვირიც აღარ არის, ეგ უკვე აღმაშფოთებელია და ჩვენები ამის ფონზე აი მაგალითად ყველაზე ნათელი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ. ავსტრიაში რომ იყო ევროვიზია, მე საერთოდ კონჩიტას გამოჩენის მერე პრინციპში მე იქ ჩასვლა არც მომინდებოდა რა, მაგრამ კარგია, გემოვნებაზე არ დაობე, მაგრამ აი ამ განზურებულ სიტუაციაში ჩვენი ბზიკები რო ჩავიდნენ და საერთოდ რა არის ეს კულტურულ რაღაცა ემოციური გაცვლა გვაკლია და იმიტომ მივიღწვით, ჩვენი პირველი პირები იმიტომ ჯერ კიდევ ამბობენ რომ შიგ ევროპაში ნაკლები ტონალობით, მაგრამ მაინც და საბოლოო ჯამში უღებულობთ იმას, რომ დასანქცირებულია ტელევიზიები, არ უშვებენ აკრედიტაციას არ აძლევენ. სხვაგან, აგერ პაპუაშვილი გამოვიდა და დანიას მოუწოდა კორექტულობა და მოკლედ ეს უკვე დაემსგავსა ფარს. და სადამდე შეიძლება მიიყვანოს ამ ყველაფერმა. მე უკვე ახლა ევროპა ნაკლებად მადარდებს, მე ჩვენი თავი მედარდება და სადამდე შეიძლება მივიდეს ეს ყველაფერი. ჩვენ რა არის ის მე მგონი ერთი მთავარი პრობლემა აქ პოლიტიკოსები ცოდავენ და ჩვენ თვითონაც ვერ ვაფასებთ სათანადოდ ჩვენ მდგომარეობას. ჩვენ იმის გამო რომ ძალიან დიდი ხნის განმავლობაში ვიყავით ძალიან დიდი იმპერიის ნაწილი. ჩვენ ეს იმპერიული რაღაც ამბიციები მოგდგავს და ანუ რეალურად ჩვენ უყურებთ არ უყურებთ ევროპას როგორც პატრონს, ასე ვთქვათ. თანაბარი პოზიციიდან უყურებთ თქვათ ევროპელებს, იგივე ინგლისს, იგივე შეერთებულ შტატებს და ასე შემდეგ, ხო? ანუ დასავლეთ პირობითად დასავლეთს. და გვავიწყდება რომ ჩვენ ახლა სულ სხვა მდგომარეობაში ვართ, ჩვენ არ ვართ დიდი იმპერია, არა გვაქვს ბირთვული იარაღი და თუ გავხსენებთ კიპლინგის არაჩვეულებრივ ესე იგი პოემას, ხო? თეთრი ადამიანის როგორ ახვედრი ბრემა ხო, აი ამ რაკურსით თუ შევხედავთ ჩვენ მდგომარეობას კაცობრიობაში, ხო? მაშინ უფრო კარგად გავიგებ, რატომ აქვს ესეთ პრეტენზიები, რატო გვიბედავენ ამდენს. ჩვენ რო კონდეს თუ გინდა ორეშნიკი ან რაღაც ეს მსგავსი იარაღი, მერწმუნეთ რომ ეგეთ რამეს ვერ გავბედავთ. და რეალურად ამას ბედავენ ყველა იმ პატარა ქვეყანასთან, რომელიცაც ისინი თვლიან არათანაბრად. რომელსაც ისინი თვლიან რომ ჭკუა უნდა ასწავლონ, რომელსაც ისინი თვლიან რომ ის არის მათი შემთხვევით დაკარგული კოლონია. ხო, ეს ხო ძალიან დიდი დრო არ გასულა. 74 წელს მოხდა დეკოლონიზაცია, ხო, წინა საუკუნის ფაქტიურად და აი თქვენ სადაც ცხოვრობთ იმ ქვეყანაში ავტობუსში არ უშვებდნენ სხვა შეფერილობის ადამიანებს და ჩვენ იმ იმპერიაში ცხოვრობდით, სადაც ყველა თანაბარი იყო. ანუ რეალურად ახლა ჩვენთვის როგორც ქრისტიანებისთვისაც ეგრეა და ადამიანი ჩვენთვის ყველა თანაბარია და ყველა ძვირფასია, ხო? მაგრამ არიან ქვეყნები, სადაც სხვა იდეოლოგია, სადაც ეს სუპრემატიზმი გამეფებულია და თუ ის დარბილდა რაღაც პერიოდში, მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ კანთარიამ და ეგოროვმა დროშა დააჭეს რეიხსტაგს. და ეხლა თითქოს ეს მიივიწყა, ახალი თაობა წამოვიდა და უკვე კადრულობენ იმას, რაც უკადრებელია, ჩემი აზრით. მაგრამ ჩვენ მაინც ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ჩვენ რაღაცა როგორ თქვა,
რაღაცა გათამაშებაში ვართ და თუ სხვანაირად დავაგდა ეს ძალთა ვექტორები, ხო? სავსებით შესაძლებელია, რომ ჩვენც ისეთ დღეს ჩავარდეთ, როგორც ჩვენი ოზმე უკრაინა, ან იგივე ვთქვათ, ირანი, ან სხვა ქვეყნები, რომლებსაც უყურებენ როგორც კოლონიას. ამიტომ მე სულ არ მაქვს ეგის და შეგრძნება, რომ არ ველოდები მათგან, ესე იგი, ესეთ პატივისცემას. და თუ ის კულტურა ჩვენი აღმატებული იყო და ტაშს უკრავდნენ თავის დროზე, ხო? ისიც ამ იმპერიის სივრცეში არსებობდა და ეს იმპერია წარადგენდა და ძალიან ბევრი რამე იყო ისეთი, რომელიც ესე იგი სულ სხვანაირ დამოკიდებულებას ითხოვდა ჩვენს მიმართ. იმიტომ ჩვენი იმპერიის ნაწილი იყო და ეხლა ესე არა ვართ. ამიტომ ძალიან ფრთხილად უნდა ვიყოთ, ძალიან მორიდებულად, ცოტა ზედმეტის მეჩვენება ახლა აქედან ჩვენი მხრიდან ჭკუის სწავლება, ჩვენ შინაგანად შეიძლება სამზარეულოში ერთმანეთს უთხრათ, რომ იცი რა რებს აკეთებენ და როგორ იქცევიან და დაბრუნდა ფაშიზმი და ასე შემდეგ, ხო? მაგრამ ფრთხილად უნდა ვიყოთ, იმიტომ რომ ფაშიზმი ბრუნდება ჩემი აზრით ევროპაში, ეს შეიარაღებაც იმიტომ ხდება, ბევრი სხვა რამ კიდე გამოჩნდება და ამიტომ ჩვენ ამ ძალთა ბალანსის უნდა უყურებდეთ სულ, როგორც აი რა ქვია ავადმყოფი ადამიანები ტემპერატურას მუდამ იზომავენ და ასე შემდეგ, ხო და ძალიან სიფრთხილე არის საჭირო. მე სულაც არ მგონია ეს პოლიტიკოსები მართალია ძალიან კომიკურად გამოიყურებიან ეს ევროპელი პოლიტიკოსები, მაგრამ მე მგონია რომ ადოლფ ალოიზიევიჩიც კომიკურად გამოიყურებოდა, მაგრამ გაზის კამერები კი მოაწყო არაჩვეულებრივად. ამიტომ მე სულაც არ მგონია რომ ჩვენ ცოტა ეს თავხედობა, ასე ვთქვათ რა, რომელიც გამოყვა, ხო? გასაგებია ეს პრინციპში ეს როგორ თქვა ტკივილებია ამ იმპერიული იმისი რა. მაგას ფანტომურ ტკივილებს ეძახიან ხოლმე. ხო, ნარჩენი ტკივილები და ანუ ჩვენ უნდა გავიგოს ჩვენ იმპერია არა ვართ. მეც მოვაწერე ხელი თავისუფლების აქტს, ხო, ეს რეფერენდუმი ჩატარდა და მაგრამ მაშინაც კი უკვე ხვდებოდი, რომ რაღაც სერიოზული რაღაცა ხდებოდა ჩვენს თავს. და არ მეგონა, როგორც უდიდეს ნაწილს ქართველი მოსახლეობის, რომ ესე ჩვენ თავისუფლები გავხდებით და როგორც ამბობდნენ ხოლმე, მარტო დარიშხანი გვარჩენს და ის ჩაი გვარჩენს და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი დავინახეთ. როგორ ნელ-ნელა გაზრდას ეს ყველაფერი საქართველოსთან, როგორ დაინგრა განათლების სისტემა, კულტურა, ყველაფერი და ეს თავიდან ასშენებელია და ამის რესურსი ძალიან მცირეა და პლუს კიდე არავის არ უნდა რომ შენი მშენებლობა დაიწყოს აქ. და თუ რაღაც ესე იგი დოტაციები მოდის ხოლმე და მხოლოდ რომ შენ აბსოლუტურად გახდე მათი ქვემდებარე. აი შეიძლება ძალიან სევდიან რაღაცას ვიძახი, მაგრამ მე მგონია რომ ჯობია შევხედოთ თვალებში სიმართლეს, ხო? ну, რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევეცადოთ, რომ ყველანაირ პირობებში ჩვენ ყოფილვართ ეგეთ პირობებში, სრულიად დაპყრობილების ყოფილვართ, აბსოლუტურად სხვა ცივილიზაციით დაპყრობილების ყოფილვართ. ჩვენ მაინც ახლა ასე თუ ისე საქრისტიანო გვიტევს, ხო? და რაღაცა მორალი, რაღაცა პატარა მორალი ესენი არის რაღაც პარალელები. და ჩვენ უფრო უარეს სიტუაციაში ყოფილვართ, მაგრამ ჩვენ გადავარჩინეთ ჩვენი კულტურა, ჩვენი ენა და ჩვენი რელიგია. აი ეს სამი რამე უნდა გადარჩეს. მთავარი ეგ არის, დანარჩენი ჩემი აზრით მოპოვებადია ყოველთვის. ვიღაცამ გააკეთა ძალიან კარგი სიმულაცია საქართველოს ისტორიისა რა. ვიდეო სიმულაცია არ ვიცი, ახლა ვეღარ პოვობა და შესანიშნავი იყო მართლა. ხო, როგორ მცირდება საქართველოს, იკუმშება, წერტილი ხდება, ქრება, მე ისე აღდგება
რა არის ამისი გარანტია? ამის გარანტია არის ჩვენ წმენა, ენა და კულტურა. ეს არ მთავარ, რაც უნდა გადარჩეს და ეს შეიძლება დაპყრობილ ქვეყანაშიც გადარჩეს. თუ თავდადება იქნება და სურვილი ჩვენი. მე აი ესეთი შეხედულება მაქვს დღევანდელ დამპყრობლებს. ბატონშოთა, ევროპაში უკვე ეთყობა ევროპას, რომ იქნება ცვლილებები, ეს გარდაუვალია. 26-ში რა გითხრათ, ალბათ შეიძლება მერც დაემშვიდობონ გერმანელები და სხვა დანარჩენი ევროპაც, მაგრამ 27-ში ალბათ დიდი ალბათობით მაკრონიც წავა და ესეთი ხო სტარმერს არა კიდე კარგად საქმე. მოკლედ ეს ქორები წავლენ, მაგრამ თქვი კარგად თქვით. ფაშიზმმა წამოყო თავი და ანუ იტალიური ფაშიზმი და გერმანულინაც თურმე ეს მიძინება იყო და არა გაქრობა და ხო რატო უხარეთ პოლიტიკოსებს ვერ თქვათ იგივე ეს ჯორჯია მელონი არის გავარდნილი ფაშისტი და მე მგონია რომ ჩვენ არა გვაქვს კარგი გამოცდილება ფაშისტთან ურთიერთობას 400,000 ქართველი დაიღუპა სამამულო და ხო იგივე ხდება გერმანიაში ის მემარჯვენო რაღაცა სიძახიან მაგრამ საკმაოდ ფაშისტურ ძალები მოდიან და ხო და აი მოდი ესე ვთქვათ ჩვენ როგორც აქ მყოფი ქართველები ასევე მაგრამ ამაშიც უცურებთ რომ ვერ ხედავ ეს ალბათ იმიტომ რომ ჯეროვანი პარალელები არ კეთება უბოლო წარსულთან და ეს ზუსტად განათლების ბრალია რაც თქვენ ახსენეთ და აკაც ქართველები საქართველოში მე რაც უყურებ რომ იმედის თვალით მეც მათ შორის უყურებ რომ როდი შეიძლება ევროპაში ხელისუფლება მაგრამ აი წარმოიდგინეთ რომ მოვიდეს ალტერნატივა გერმანიისთვის საკმაოდ კვეთრი და ძალიან კაფიო და მკაცრი პროგრამა აქვს რომელიც გერმანიის გარდა ბევრ რამეს სხვას მოიცავს იცით ეს ალბათ თქვენ იტალიაზე თავად ბრძანეთ და საფრანგეთშიც დაუშვათ არ ვიცი ვინ მოვა მელანშონი ან შეიძლება რაღაც კოალიცია მოვიდეს რომლებიც ჩვენ ფრანგული იმპერიებიც ხო გვახსოვს ეს ჩვენ თანამედროვე იყო ხო ალჟირი რო ავიღოთ აგერ იმაზე ინდოჩინეთზე რო არ წავიდეთ ხო და არჩეულებრივი ნაწარმოებებია ამ თემაზე ბატონო და აი წარმოიდგინეთ შეიცვალა ხელისუფლება ევროპაში მოვიდნენ ეს ახალი სახეები, ახალი პარტიები და ბატონშოთა სომხეთს ესე ვთქვათ გარკვეულად ლობისტები ყავთ. აზერბაიჯანს ერთი დიდი ლობი უდგას უკან და ნუ ის თეზა რომ ორი სახელმწიფო ერთიერი არსად არ წასულა და რჩებით ჩვენ, რომლებიც ნებით უნებლიეთ შეპარვით თუ შელამაზებით მაინც თვალი ჭდილოეთისკენ გვეჭირა რომ იქნება იქ მაინც ესე ვთქვათ ტრადიციული ქრისტიანული სახელმწიფო ჩამოყალიბდეს მით უმეტეს მართლმადიდებელი და რას ხედავთ რომ იქაც ჩვეულებრივი ლიბერალების ბანდა შეკრებილი ხელისუფლებაში 5 წელია თავის თანამოძმეებს ხოცავენ მიზანმიმართულად ანალოგიურად იღებენ ასევე დარტყმებს და საბოლოო ჯამში ვხედავთ რომ იქაც ესე ვთქვათ ჩვენი ფარველი არავინ იქნება ან ყოველ შემთხვევაში მორალური დამცველი როგორ ფიქრობთ ჩვენ საერთოდ რა პერსპექტივა გვაქვს ეხლა ძალიან დრამატულად დავხატე მაგრამ მე პირადად აქედან ასე ვფიქრება ეხლა მე არ მგონია რომ სომხეთსაც ვინმე კეთილის ყოფილი გამოუჩნდეს იმიტომ რომ სომხეთის ხელისუფლება ეხლა ამ აბსოლუტურად ლიბერალურ ფლანგს ეხმობა იქ თუ შეიცვალა და იქ თუ ესეთი ყავისფერი ხელისუფლება მოვიდა ფაშისტური ელფერით ხო არ მგონია იმათ ახლა დიდი ის კონდეთ სომხების ხო ზედად ფრანგებს გულისხმობ ხო ხო ფრანგები უფრო იქ აქტიურობენ ხო ჩვენთან უფრო ალბათ ბრიტანელები ხო და აქედან გამომდინარე ეხლა ეგ პერიოდი ხო გვახსოვს ჩვენ ისტორიიდან ჩვენ არ გვახსოვს მაგრამ საკითხული გვაქვს ჩემი წინაპრების მონაწილეობდნენ იმ მომებში ხო და თქვათ იგივე დამოუკიდებლობის პერიოდში რა ხდებოდა საქართველოში რა როლი ითამაშა იგივე ბრიტანეთმა ხო საქართველოს ამბავში და საკმაოდ ძიმე როლი ითამაშა აქედან გამომდინარე მე მაგას ვიძახე რომ ჩვენ ძალიან
მაგრამ უნდა დავდგეთ და ისეთი ცისფერი სათვალებით თუ ვარდისფერი სათვალებით არ უნდა უყურებდეთ იქ რაც ხდება. ჩვენ იმას ვერ შევცვლით რაც იქ ხდება. ეს ჩვენ ძალას აღემატება, ხო? რუსეთის თაობაზე მე ვიტყოდი, რომ რუსეთიც თამაშობს. მესუ მეშინია, კი, რა თქმა უნდა, ის ბალანსი ჩვენ დღემდე გაატრიალება არ ხდება, რა თქმა უნდა, ეს რუსეთის ფაქტორის გამო. იმიტომ რომ იციან, რომ როგორც კი აქ სისხლი დაეღურება და ეგ შეუძლია ეგეთ იმპერიებს ვერ განღურიან, ხო? რუსეთს შემოა მომენტალურად. ამიტომ ვრთხილდებიან ამას. თუმცა შეიძლება ეგეთი ნაბიჯიც გადადგან. და აქედან გამომდინარე ჩვენ იმის გარდა რომ უნდა ვილოცოთ, რა თქმა უნდა, რომ ეგეთი მომავალი არ გქონდეს ჩვენ შვილებს და ჩვენ შვილიშვილებს. მეორე საკითხია, რომ ჩვენ გვჭირდება ალბათ ჰიპერდიპლომატია, რომელსაც მე ახლა მართალი გიხართ ვერ ვამჩნევ, რომ საქართველოში ისეთი დიპლომატები იყვნენ, რომელსაც იმის გარდა რომ შეიძლება გონიერება გქონდეთ, იმის გარდა რაღაც გამოცდილება გქონდეთ. და პლუს კიდე რაღაც ავტორიტეტი გქონდეთ. ახლა თქვათ იყვნენ ეგეთი ადამიანები, ჩიკვაიძე თუ გახსოვთ, იყვნენ ადამიანები, რომელსაც გამოვლილი ჰქონდა დიდი სკოლა, ხო? და ეგეთი ადამიანები სამწუხაროდ აღარ არის. მე ახლა შეურაცხყოფას არ ვაყენებ ამ ჩვენ ახალბედა დიპლომატიას, მაგრამ მე არ მგონია, იმიტომ რომ მათი განცხადებებით, მათი ქცევით მე ვერ ხედავ, რომ რაღაც ძალიან ღრმა ჩაწვნენ ამ პრობლემას რა. აქედან გამომდინარე ეს არის სულ იქით-აქეთ მიდებმოდება რა. სულ ხედავ, რომ ხან რაღაც განცხადებას გააკეთებენ, მერე გაიქცევიან ხა და ფაქტიურად ტრულ სახელმწიფოს ჩაეხუტებიან, ახლა ეს ზელენსკისთან ჩახუტება ძალიან ნიშანდობლივი იყო, ხო? აქედან გამომდინარე მე ვერ ვხედავ, რომ ჩვენ რაღაცა კურსი გვაქვს, ხო? იგივე საგარეო კურსი, რომელიც ჩვენ რაღაცა შეიძლება გამოგვიყვანს ამ მდგომარეობიდან, რომელიც გარშემო არის. გარშემო სულ ცეცხლია და სულ ის არის. ახლა გამოცადეს ეს შემთხვევით არ ხდება, ხო? გამოცადეს ვირტუალური არ არის გამოცდა ჩატარდა, ისეთი სიმულაცია. ხო, მაგრამ ეს სიმულაცია ისეთი რამეა, რომ ძალიან ისეთის მინიშნებაა, ხო? აქედან გამომდინარე ჩვენ უნდა ამ დონეზე მოაზროვნე საგარეო პოლიტიკა უნდა გქონდეს. რომელიც ახლა ალბათ გადამწყვეტია. იმიტომ რომ შეიძლება დავკარგოთ დამოუკიდებლობა. ჩემი აზრით. სამწუხაროდ რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი რამეა. მართალია 30 წელი გავფლანგეთ ერთმანეთთან ჩხუბში. ხო და შენებლობა არ დავიწყეთ ჩვენი ქვეყნის, ხო? მაგრამ მაინც ძალიან ნიშნავანი რამ არის, კი, შეიძლება დამოუკიდებლობა დაკარგო, მე ისევ დაიბრუნო რაღაცა არ იქნება კაი ამბავი, ჩემი აზრით. ხო და არ ვიცი, მე მგონია რომ ძალისხმევა იქით უნდა წავიდეს ძალიან მკვეთრად. მე არ ვიცი, ან რაღაცა დაიწეროს რაღაც დოკუმენტი უსაფრთხოების, რომელსაც ალბათ მე დავექვემდებარებით ყველა. იმ ნაწილის გარდა რაც იქნება საიდუმლო, ხო, რა თქმა უნდა. ეგეთი ნაწილიც უნდა იყოს, ხო? და ძალიან მაგრა უნდა მუშაობდეს ჩვენ დაზვერვა. ეგ არ ვიცი რომ მუშაობს. არ ვიცი. ხო, აქედან გამომდინარე ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. იმისთვის რომ დამოუკიდებლობა არ დავკარგოთ, ჩემი აზრით. ხო და დანარჩენი მე დანარჩენს მოევლება ახლა. გაჭირვება, უფრო მეტი გაჭირვება გქონია ბევრჯერ. თქვათ მატერიალურ საკითხებს რაღაცებს მოევლება, იმიტომ ეს ეგზისტენციალური საკითხებია, რაზეც ვლაპარაკობთ ახლა ჩვენ. და ეს ფაშისტური ესე იგი ტრენდის მოსვლა ევროპაში, რომელსაც რატომღაც ძალიან ბევრი ჩემი ნაცნობი საკმაოდ გონიერი ხალხი ესალმება იგივე ტრამპთან დამოკიდებულებაც ეგეთი იყო, რომ არიქა ტრამპი გადაგვარჩენს თუ რა ვიცი რა. ხო, მე მგონია, რომ ძალიან ძიმე ცვლილებებია. ეს მართლა გამოწვეულია
100 წელი თითქმის გავიდა იმ პირველი და მეორე მსოფლიო ომისგან და რეალურად დაიკარგა ის სიფრთხილე, რომელიც მერე ამ ომების მერე დამყარდა და ვთქვათ იგივე ეს ევროკავშირის შემქმნელმა მამებმა რაც ჩადეს ესეთი მორალური ესე იგი შემაკავებლები, ხო? თითქოს ევროპის მშენებლობა დაიწყო რაღაცა ესეთი მორალური სივრცის მშენებლობა და ეხლა ეს ყველამ დაივიწყო. და ძალიან მძიმესკენ მიდის ეს ყველაფერი და თუ ეხლა გონი იქნება, მე არ მგონია, იმიტომ რომ არ დაუდევენ არც გაეროს, არც სხვა ორგანიზაციებს და ესე იგი ცინიკურად იქცევიან ამ შემთხვევაში, ხო? და ძალა ვისიც არის, ეხლა ჩვენ გვაქვს ძალა და ეხლა რასაც გეტყვით გააკეთებ. ამიტომ ესეთი განცხადებები ჩვენ კი ეხლა ისა რა ქვია ეს მჯიხს იცემენ ჩვენ პოლიტიკოსები და აგერ ხან დანიას აფრთხილებენ და ხან იმას აფრთხილებენ, მაგრამ რითი სად არის მათი ტანკები ასე როგორც იმან სტალინმა ხო რამდენი ტანკი ყავს რომის პაპსო ხო სად არის ჩვენ ტანკები ხო ერთადერთი ზნეობრივი უპირატესობა გვაქვს იმიტომ რომ ჩვენ მომხრე არ ვართ რასიზმის ადამიანების ჩაგვრის და ასე შემდეგ სიმართლე გითხრათ პაპუაშვილმა რომ პრესკონფერენცია მოაწყო და ის რას თქვა გული მოვიფხანე და ხო მაგრამ ის როგორი მომენტი იყო და როგორც იქნა და მე უცებ აი გასული იყო ალბათ 1 საათი და მესენჯერში შემოვიდა მესიჯები ხა რო იციან ხა რითიც ვარ გავებული და ჩემი მეგობრები ახლობლები ზოგმა თბილისი ზოგმა კი უმეტესობა თბილისიდან რა რომ აი მერე რაო და აი მაშინ მივხვდი რომ რა უბრალოდ გული მოვიფხანე და აი ხო მაგას ვიძახი რა გულის მოფხანის არ ვიცი უკვე გულის მოფხანის გულისთვის განცხადებების კეთება იცით რა განცხადებას აქვს ძალიან დიდი წონა როცა უკან გიდგას სარმატი თუ რაღაც სერიოზულად ახლე იტყოდნენ კაკ მინიმუმ 34 ხო ნუ აი ხა წარმოიდგინე რომ უკანა ფონზე უნდა იდგას იდგეს რაღაცა დიდი ესე იგი სამხედრო იარაღი და აი ამ ფონზე რომ ესე იგი ისიც პოეზიაც რო წაიკითხო ძალიან მნიშვნელობას ანიჭებს ამას შთაგონებად იქნება უდაოდ ხო და ჩვენ ეს კომპონენტი გვაკლია ხო და თუ დავიბრუნეთ კრემლი მერე გვექნება ეგეთ სანამ კრემლზე გადავალთ რაც მე და თქვენ უნდა აუცილებლად ვისაუბროთ მე ვიყავი თავგადადებული მე აქ ტემპორარი ვარ ხო გაძალდა რა 10 წელი გავიდა მაგრამ ნუ ამას ობიექტური მიზეზები აქვს და ესე იგი 24-ში მე როცა ბლოგერობა დავიწყე პირველი ბლოგები დავწერე სანამ ტრამპის არჩევნები იქნებოდა 24 წლის და სანამ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები და მოკლედ ოცნებას უჭერდი მხარს იმ ჩემ პირველად პოსტებში მონოსტრიმები იყო ჯერ და ნუ ამერიკაში ტრამპს და ყველა მეკითხებოდა რომ არც მოქალაქე ხარ არც არანაირი ახლა დროებითი სტატუსი გაქვს და რატო აქტიურობ მაგრამ ნუ მე ბაიდენის შემთხვევაში ისეთი უმსგავსობები მახსოვს რომ ბოლო მეც კი შევწუხდი რა და თან ვიცოდი რომ ადრე თუ გიან მე აქედან უნდა წამოვიდე დავბრუნდე საქართველოში და ნუ მეტი თავისუფლება მივეცი ჩემ თავს რა რომ მაგ ამის თქმის უფლება მით უმეტეს ქართულ ენაზე წერ და ეხა ნუ ვისაც უნდა გადათარგმნოს და გაიგოს სადაც ლაპარაკობ ნუ მოხდა ისე რომ აქ ოცნებამ გაიმარჯვა აქ ტრამპმა გაიმარჯვა და თქვენი ოცნება ასრულდა ორივე შეიძლება ითქვა ჩემი ოცნება ასრულდა ამერიკაშიც და საქართველოშიც და რაოდენ გასახარი იყო როცა კარონ ლევიტი გამოვიდა იმ სასაცილო გოგოს მერე კარინ ჟან-პიერის მერე და გოგო იყო ადეკვატური დავარცხნილი ადამიანს გავდა და ჯვარი ეკიდა გულზე და მეთქი ღმერთო ჩემო ნუ თუ ეს ამერიკაში ხდება მერე ტრამპის პირველი დეკლარირებული განცხადებები რომ არის ორი სქესი ქალი მამაკაცი ოჯახი არის ქალი და მამაკაცი ერთობა და მაშინ თამამად თქვი რომ გვეშველა იმის მერე ბევრი რამ შეიცვალა და თქვი როგორ ატყობთ ახლა
ამერიკა ევროპაზე რამეზე მოქმედებას ახდენს თუ ეს კლოუნადა რაც ტრამპის მონაწილეობით ხდება ეს იმას ნიშნავს რომ ესენი გავლენ ევრაზიიდან და ჩვენ დავრჩებით აი ფაშისტური ევროპის პირისპირ. ნუ მე მგონია რომ მაინც ახდენს იმიტომ რომ გიპერსახელმწიფოა ხო ვერ შეადარებ თვით რუსეთსაც ვერ შეადარებ ხო რომელიც თქვა ტერიტორიულად შეიძლება უფრო დიდია მაგრამ ხა სიმძლავრე ამერიკის უდიდესია და რა თქმა უნდა ახდენს გავლენა ჯერ ერთი მე არ მგონია რომ ეხლა ეგრე სახელმწიფოები ეგრე დამოუკიდებლად არსებობენ რა თქმა უნდა იქ რაღაც ესენ სრულებები თქვენ ახლა იმას თუ იხსენებთ რომ ქართული ოცნება 3 წლის უკან იყო გადავარდნილი ლიბერალი და უცბად შეიცვალა მაგაზეც ვისაუბრეთ. ხო და საინტერესო ის არის. მეტამორფოზა განიცადა. ხო, აი უცბად თან აი როგორც კოვიდი რო დამთავრდა ერთ დღეში, ხო? აი ესე უცბად გადმოტრიალდნენ და ხალი-ხალია, კაცი-კაცია და რაღაცები, ხო და ანუ ეს სრულებები არ გიჩნდებათ ეჭვი რომ უცბად შემთხვევით არ ხდება. და ვიღაცა მართავს ამ ცვლილებებს. ეხლა ვიღაცამ უთხრა ალბათ რომ მორჩა ეს ისა. ამბავი კოვიდი მორჩა ეხლა დავიწყოთ. ხო და აქედან გამომდინარე მე არ მგონია რომ ჩვენ ესეთი მოწყვეტილი ვიყოთ. იმის და მიუხედავად რომ ახლა განცხადებებს ვაკეთებთ და იაპონიას და იმას ვემუქრებით, ხო? აქედან მაინც ჩვენ რა თქმა უნდა უდიდესი ნაწილი ჩვენი მოქმედებების ალბათ შეთანხმებულია მე ეგრე მგონია. ნუ იმედი მაქვს ყოველ შემთხვევაში. ხო, აქედან გამომდინარე მე მგონია რომ ტრამპის მოქმედებები შეთანხმებულია. ხო და ეს ახლა ახალი კონფიგურაცია ის მომენტი რომ ტრამპი იძახის რომ მოდი ჩვენ მამიდას მოუაროთ და ის რა ქვია თავში გვაუხლიათ იმას ევროპასაც და ნატოსაც ხო ეს ხო არ მოასწავებს იმას რომ ამაში მონაწილეობა არ უნდა და მე როგორც მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ის იქნება ბენეფიციარი უდიდესი მოგების იმიტომ რომ ის ქვეყანა ყველაზე მეც მოიგებს რომელიც ყველაზე ნაკლებად დაზიანდება ესეთი რაღაცა მარშალის გეგმა 2-ს განახორციელებს. ხო, ან მარშალის გეგმა 2 დანგრეულ ევროპას აღადგენს რა ქვია ელბაზე ისევ შეხვედრა იქნება რაღაცა, ხო? აქედან გამომდინარე მე მგონია რომ დროულად დაახვიეს ასე ვთქვათ ჟარგონით რო ვთქვათ, იმიტომ რომ აქ სუნი ავუვიდა იმის დამწვრის სუნი запахло жареным, როგორც იტყვიან. ხო და აქედან გამომდინარე ის ამბავი რომ ევროპა შეიარაღებას იწყებს და ისეთი ქვეყანაც კი რომელსაც ხის ავტომატების გარდა არაფერი არ ქონდა, გერმანია რომელსაც აკრძალული ქონდა საერთოდ, ხო? შეიარაღება იმის გამო რომ მანამდე ვერ მოიქცნენ თლად კარგად ებრაელი ხალხის მიმართ და ჩვენს მიმართაც. ესე იგი ისინი მილიტარისტული გახდა. მართალია ცოტა კომიკურია ეს LGBT ესე იგი ევროპა როგორი მეომარი იქნება, მაგრამ ჩვენ უნდა გავხსენოთ რომ იმის რომის ლეგიონებშიც იყვნენ ესე იგი ესეთი სხვანაირი სქესის თუ რა ქვია ადამიანები და ბერძნულ ლეგიონებში. ხო და აქედან გამომდინარე მე მგონია რომ აი ზუსტად ეს მიტოვება ამ სივრცის თუმცა არ მიტოვება, მაინც არ მგონია რომ ესე მიტოვებული ეს არის ზუსტად რომ გამოეცალო და მე ალაფი წამოიღო იქიდან დანგრეულიდან რა. ხო და ამ ნანგრევებში არ მოხვდეთ, არის მთავარი ჩვენი ამოცანა. მე მგონია რომ რთული, მაგრამ შესაძლებელი რა. იმიტომ რომ ჯერჯერობით ჩვენ ვახერხებთ რომ დიდათ ესე იგი კი ისა რა ქვია გვემუქრებიან, მაგრამ დიდათ არ მონაწილეობთ. მაგრამ დამიჯერეთ ჩემი აზრი ეგეთია რომ დამიჯერეთ იმიტომ მეც ვერ აშვებიან რომ რუსეთის ფაქტორია. რუსეთის ფაქტორი რო არ იყოს დიდი ხანია გადმოტრიალებული იქნება 15-ჯერ აქ მთავრობა რა, როგორც ლათინურ ამერიკაში ძალიან ხშირად ამერიკელები ამას აკეთებენ, იგივეს გააკეთებდნენ, მაგრამ ეს რუსეთის ფაქტორი არასვენებს.
აი მთავარი ახლა მან თუ დაალაგდნენ მე აფერ გვიშვი. ხო. ისე სწორ კარგად ახსენეთ თქვენ რა. ჩვენებმა ესე კარგად ამბობენ, ну კлау უნდა გამოვიხსენო რუსულად კარგად ჟღერს და იმიტომ. ესე იგი პირიაბულის воздухе. ისე კარგად ჩაანაცვლეს დღის წესრიგი, რომ ხო იცით როგორ არის რა, რომ სასიამოვნო იყო, мне стало приятно. ხო, არა, მეც ახლა მივესალმები, ეს კარგია ძალიან, იმიტომ რომ ჩვენ მე ნანგრევებშიც რომ მოვყვეთ, ერთადერთი რაც აგვადგენს ეს იქნება უფლისწვენა და ჩვენი ადათი და წესი და ხო და აქედან გამომდინარე ეგ არ უნდა დავკარგოთ რაც თავი. ხო, არაფერი, ხო. ბატონშოთა. ეხლა რახან ჩვენ ევროპაში და ამერიკაში უკვე ესე ვთქვათ, მიმოვიხილეთ იქაურება, აქვე მცირე რემარკის სახით მინდა ვთქვა, რომ აი რასიზმი დღემდე იგრძნობა აქ, გინდა იჯერეთ, გინდა არა, ვინც ამერიკაში არ არის ნაყოფი, დღემდე იგრძნობა. სხვათა შორის არა მარტო შავების მხრივ. ნაყოფი მე არა ვარ, მაგრამ აი შავების თომას ქოხი წაკითხული. და 21 საუკუნის 2026-ში რასიზმი არის და ეს არის ხელოვნურად შეკავებული სისტემა ამას ჯერჯერობით ართმევს თავს, იმიტომ რომ შავების მხრიდან თეთრების მიმართ მაყურებლებისთვის ვამბობ. მე შავს რო ვამბობ, ეს არ არის დასაძრახი, იმიტომ რომ ეს მიღებულია მე პოლიციასთან ურთიერთობა რომ მქონია, მეკითხებია როცა რაღაც ჩეპე იყო, შავი იყო თუ თეთრი, ამიტომ ეს არ ჩავგვითვალოთ მე იმაში რასიზმში. ესე არის განსხვავება. აი სხვა საქმეა, სხვა სახელწოდებით რომ მოისმენთ. და თეთრების მიმართაც არის უდიდესი აგრესია, იმიტომ რომ აი დღე არ გავა რომ მედიაში ან აფროამერიკელი შავი რასიზმი ასე ვთქვათ, ხო? კი, და ძალიან ძვინვარებს და ეს შავი პანტერა რაც იყო 60-იანი წლებში, ის არის მონაგონი. აი უბრალოდ აი ერთი ჭანჭიკი აკავებს რა, აი ძალიან ფრთხილი მომენტია. და რა მინდოდა მეთქვა რომ აი ესენი თქვენ კარგად ახსენეთ 60-იანებში ჯერ კიდევ როცა ავტობუსები გაყოფილი იყო შავებისთვის და თეთრებისთვის, ხო? ერთ ნათელ მაგალითს მოვიყვან, რომ ესე იგი კასიუს კლეი, რომ ამერიკის სახელით ოლიმპიური ჩემპიონი გახადა ამერიკის შეერთებული შტატები, რესტორნებში რო არ უშვებდნენ, ოქროს მედლი დადიოდა, ეს ცნობილი ფაქტია, რომ რესტორანი შესულიყო და ესადილა და პროტესტის ნიშნად მე გახდა მუჰამედალი, რელიგია შეიცვალა. და ჩვენ ბოდიში და ჩერნაჟოვი საბჭოთა კავშირის დროს არ დაუძახიათ. ეს პოსტ საბჭოთა კავშირი რუსეთის ის არის გამოძახილი. აი 90-იანები რო შეიცვალა და ნოვი რუსკები. ნუ ხა იქაც იყო ნუ ეხლა ფრაგმენტს არ ვამბობ, მაგრამ მე ხო, მაგრამ მე ვამბობ რას, რომ იმპერიული დადარებები სად იყო უკეთესი სად იყო, ეს არარელევანტურია, იმიტომ რომ როგორც აქ იყო დადებითი და უარყოფითი, ზუსტად ისეთივე წარმატებით იყო საბჭოთა კავშირში დადებითი და უარყოფითი ყოველ შემთხვევაში ქართველებისთვის. თქვენ კარგად ახსენეთ კრემლი და ვერნიოსაკ ნაშინ ბარანამ, როგორც იტყვიან. თქვენ ალბათ დამეთანხმებით იმაში, რომ გარე გამოწვევებს, რომ სახელმწიფო ერმა, მოდი ასე ვთქვათ, უმჯობესი იქნება, რომ გაუმკლავდეს და ღირსეულად გაუმკლავდეს რა. უნდა იყოს ერთიანობა. მე არ გულისხმობ, რომ არ უნდა იყოს მიტინგები, არ უნდა იყოს განსხვავებული აზრი, ერთმა დაგვიფაროს, მაგრამ მე იმ ნაწილს არ გულისხმობ, რომელიც დაუშვათ ბოლო რამდენი ერთი წელი აპროტესტებს დაუშვათ სალომე ზურაბიშვილის მეთაურობით ან კიდე ვიღაცის მეთაურობით, მე მათი არ მესმის, სიმართლე გითხრა, მაგრამ ნუ დაეიყვნენ ეხლა თავიანთ სამართალენ. მე მაინტერესებს ისიც რა, რომ აი თქვენს პოსტებში ძალიან კარგად აღწერთ, აი სარკასტული სტილი გაქვთ, მაგრამ ყველაზე კარგად ზუსტად აქ იკითხება თქვენი ნაზრები და მე ვიცი რომ უამრავი თანამოზიარია და მომხრე ამ თქვენი პოსტების და მეც მათ შორის. აი როგორ ფიქრობთ? ის რაც სამ კამპანიას ვიტყვი და მე თქვენ განაგრძელეთ. ის რაც ჩვენებმა წამოიწყეს ოცნებამ, ხო? მე არ მინდა დეტალებში შესვლა, არ მაინტერესებს, იმიტომ რომ მაინც ვერ გავალთ მე და თქვენ. ეს არის კამპანია ფასებზე, ეს არის კამპანია აფთიაქებზე, კამპანია ბენზინის ფასზე, ვერავინ ვერ გაიგო რატო სპარსეთის ყურის პრობლემა ჩვენთან ესე რატო ურტყავს. და უამრავ რამეზე, ბინებჩენელობა მოჭრილი, მთის გორაკები და გაყვანილი რაღაცები, ბასლაინზე სიარული, უაზრო ჯარიმები და ტარიფები,
მაგალითად ისევე ვიტყვი შაბათ-კვირას მაგალითად ბილეთები ესე გადასახადი სადგომზე მოხსნილია, ანუ მეჩემილია დავდგე. საქართველოში ვიცი რომ 24 საათიანია 7:24-ზე. და ბევრი რამ, ფასების და ასე შემდეგ და ბოლოს ერთ-ერთი ქალბატონი დეპუტატი გამოვიდა და როგორ ვერ ხვდებითო რა, რომ ეს არის სახელმწიფოს მიერ აგრესიული პოლიტიკა, ციტირებას არ ვახდენ, აგრესიული პოლიტიკა იმის მიერ რომ გადავძანდით რა და იარეთ მაშინ სამოქალაქო ტრანსპორტით. დაგვითმით სივრცე ჩვენ ოლიმპზე ცხოვრებს და აი ამის მერე ის ხალხი ჩემი ჩათვლით ვინც ესეთი მკუხარე ხარდაჭერია და რატომაც დაუჭირებთ ხარი ამას არგუმენტირებულად უჭერდით რატო ხდება ეს და ნუ თუ თვითშეგნება არ არის და მარტო დანის საელჩოზე არის წერილს გაგზავნა აუცილებელი აი ეს დანაკლები ჩამოთვალე ხო მე ვიტყოდი რომ ერთ ამას ცოტა გამოვყოფ ამ თემას პატარა იმას ვიტყვი მე ბატონო მე ჩემი ხედვა პროფესიით არქიტექტორი ვარ და რაღაც თვალსაზრისით თავგეგმარების თვალსაზრისით ის მომენტი რომ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გადაჯდეს ადამიანი პირად ტრანსპორტია სწორი ანუ მთელ მსოფლიოში გამოკვლეულია და მაგრამ ესეთი მეთოდებით არ უნდა ხდებოდეს ესეთი ბრუტალური მეთოდებით ხო? ესეთი პირველ რიგში უნდა ძალიან კომფორტული ტრანსპორტი იყოს. უნდა მეტი ავტობუსი შემოვიქ ჭყლეტა არ იყოს ის არ იყოს ხო? და ეს ადამიანი გონიერი არსებაა და იმ საცობში დგომას კარგი ესე იგი გამართული ტრანსპორტით სიარული ურჩევნია ალბათ. მე ხშირად სარგებლობ. მართალია მყავს საკუთარი მანქანა, მაგრამ ავტობუსით ხშირად დავდივარ რა. მეტროთი იშვიათად. ხო და ანუ ეგ ტენდენცია სწორია. ეს რა ქვია, დიდი ჯარმები და ასე შემდეგ მიდგომა განპირობებულია იმით ჯესეთი პირველ რომ უდიდესი ნაწილი დღევანდელი პარლამენტარიელების ასე ვთქვათ ხო არიან ესე ჩვენ სლენგში რო ეძახიან მელეხები ანუ ძალიან მდიდარი ხალხი ხო და აქედან გამომდინარე ისინი ვერ საზღვრავენ რომ ადამიანს შეიძლება ერთი ჯარიმით ნახევართვის ესე იგი სარჩოს აბადებელი წაართვან ეგ ერთი ხო ანუ ჩვენ სხვა სივრცეში ცხოვრობთ მატერიალურ გულის ხო მართალია ერთ სივრცეში და ერთ მიწაზე დავდივართ მას ესენი სხვანაირად ცხოვრობენ მეორე მომენტია რომ პარლამენტის გარდა მართვა ჩვენმა უმდიდრესობამ ჩააბარა იურისტებს და იურისტის აზროვნება არის ძალიან სპეციფიკური და ეს არის თუ რამე პრობლემას ხედავენ იმ წუთშივე წერენ კანონს და დამსჯელ ღონისძიებას წერენ იმ კანონს ხო ანუ რეალურად ახლა ნუ იგივე ეს რაღაც ბადაღებული ეს ტროტუარის ამბები ხო ნუ რაღაცა უკვე კომედიად გადაიქცნენ თუ და უკვე დაიჭერენ ორი დღე გაუშვებენ იმაში გამოუშვებენ ხო ნუ ეხლა ეს რაღაცა სასაცილოა ხო ისინი კივიან რომ აქ რეჟიმია და დიქტატურაა და რაღაცა და ერთი კაცი დახვრეტილი არ მენახია აქედან გამომდინარე ესე იგი დიქტატურაც სუროგატულია და რაღაცა ფელეტონისტური და კანონების შესაბამისი და ნუ მე მგონია რომ ეს არის აი ზუსტად ამ ორი ამბის გამო თუ არ შეიძლება ყველაფერს მართავდეს იურისტი დარგის სპეციალისტები არ მართავენ ახლა კულტურაში იურისტი იმაში იურისტი რა ქვია განათლების სისტემაში ყველა სფეროს იურისტი მართავს ახლა ეგ დარგი ხო უნდა იცოდეს ცოტა მაინც ეხლა აღარ დავწვიმანდება კულტურაში დანიშნეს იურისტები ყველა იმაში და ნუ ესე იგი ისე იქცევიან რომ გეგონება ესე იგი დამნაშავეებთან აქვს საქმე ეგ საწყალი მსახიობები არტისტები რეჟისორები ისინი ესე იგი დამოკიდებულება აქვს რომ შეხარ პოტენციური დამნაშავე და უნდა დაგიჭიროს
აქედან გამომდინარე, ნუ სასაცილოა ეს, რა თქმა უნდა. სატირალი რო არ იყოს, მაგრამ ნუ რეალურად არ შეიძლება მარტო იურისტები არსებობდნენ. მისი არ იყოს, რა ქვია, ჟირინოვსკის მამის. ხო, და აქედან ხო, რეალური ნათქვამია, აწეც იურისტი. ხო, და აქედან გამომდინარე, მე ახლა იურისტებს კი არ ვერჩი, მაგრამ ნუ იმათ თავისი ადგილი აქვს იურისპრუდენციაში უნდა იმუშაონ და ახლა არ შეიძლება რომ აი მაგალითად ქართულ კინოს მართავდეს იურისტი ან რაღაც იმას რა. მე კინო დამზადებაზე მინდათ რა გესაუბრო და თეატრზე. ნუ ხა მე ჩემი და კინო რეჟისორია და ვიცი რეები ხდება. აქედან გამომდინარე ეს ხალხი საჯანყდა ვიღაცები. უდიდესი ნაწილი ახლა ის ქუჩაში რო გივიან და წივიან. არ არიან ეს მიშტები. თუ რა ქვია ესენ ნაციონალები. მეც ვიცი, უამრავი ჩემი ნაცნობი დგას და გააგიჟეს. მაკიდანო და აქ რო ჩამოხვალო, მე ნახეო შენ. ხო, გადაარიეს ამ იურისტებმა ეს ხალხი. ეხლა არის ეგ მომენტი, ეგ მოტივიც რა. ხო და აქედან გამომდინარე, მე მგონია რომ ეგეც დასალაგებელია, ხო, ნუ რა არ არის დასალაგებელი, რასაც მოკიდებ ხელს ყველაფერი დასალაგებელია, მაგრამ ახლა მე არა ვარ ამის დამლაგებელი. მაგრამ ხო დალაგებადია ბატონშოთა. კი, რა თქმა უნდა. არაფერი, უბრალოდ გარკვევაა საჭირო. აი ვთქვათ იგივე კულტურაში რა კანონებსაც იღებენ უაზროს, ხო? უბრალოდ უნდა დაჯდე და აუხსნა ამ ადამიანებს და უთხრა რომ ესე არ შეიძლება. იმიტომ კი არა რომ მე რაღაც პრეფერენციები მინდა ჩემთვის ან რაღაცა ის ამ პირადი გამორჩენის ისა, ხო? იმიტომ რომ ესე არ კეთდება. უნდა იცოდნენ იმათ როგორ არის წარმოება, როგორ ხდება თეატრში, კინოში, ხელოვნებაში რა ხდება, როგორ არის, ხო არ შეიძლება ისა რა ქვია იურისტმა გადაწყვეტოს ყველაფერი. აქედან გამომდინარე დავაგებადია, უბრალოდ ერთი მომენტია. ამ იურისტებს კიდე ერთი პრობლემა აქვს, რომ გონიათ რომ ყველაფერი იციან. აი ეს არის დამძიმე შემთხვევა. და გელაპარაკებიან, ნუ როგორც პოტენციურ დამნაშავეს და უვიც. იმიტომ რომ კანონში ეგრე არ წერია. მე შეიძლება კანონი არ ვიცოდე, მაგრამ შეიძლება ძალიან კარგად ვიცოდე ხატვა, ან რაღაც გაკეთება, ხო? დადგმა სპექტაკლის ან რაღაცა. ახლა ეგრე ეგეთი თავდაჯერება, ეგეთი ისა სიამაყე, ხო? აფუჭებს საქმეს. ცოტა დაუჯერონ რაღაცას. და მეორე პრობლემაა კიდე ეს ვერტიკალი ძალიან მძიმე, რომ ყველაფრის გაკეთება ეშინია. ანუ გეთანხმებიან, რომ სწორი არ არის და ესე უნდა გააკეთო და ისა, მაგრამ იმდენად ეშინიათ ვიღაცის, რომელიც ალბათ ზევით არის ზეცაში, ხო? რომ აი ნაბიჯს ვერ დგავენ. აი ერთ ნაბიჯს ვერ დგავენ, ესეთ შეშინებული ხალხი. შეშინებული იურისტები მართავენ ქვეყანას. და ეს კარგი არ არის. იცი რა, მე ახლა შეიძლება ცუდი მაგალითია, რაღაც დრო გავიდა, სხვა წყობა იყო, ხო? მამაცემ საკმაოდ დიდი თანამდებობის პირი იყო, მინისტრი იყო მშენებლობის იმის, ხო? და მე ერთხელ მოვესწარი შემთხვევით არ დავდიოდი არასდროს მის სამსახურში რა მინდოდა, რაღაც საქმეზე მივედი და შევესწარი კაბინეტში მის საუბარს ერთ-ერთ მოქალაქესთან რა. რომელმაც კითხა რაღაცა, მოიტანა რაღაცა წინადადება და თხოვდა რომ ამ დათანხმებოდა როგორც მინისტრი. და მამაჩემაც აიკითხა, გამოკითხა ეს ყველაფერი და ხელი მოუწერა და უთხრა რომ მოდი გავაკეთოთ და ის ეუბნება რომ კანონით რო არ შეიძლება ვეგაო. ის კაცი ეუბნება, გაუხარდა რა თქმა უნდა. მერისთვისაა რომ აქ მინისტრი, იმიტომ რომ ყველაფერი კანონში ვერ ეწერება. ხო და აი მე იმას კი არ ვიძახი რომ ეს კანონს უნდა გადაუხვიოს ყველა. მე ვიძახი რომ რაღაცას გააწყვეტის ერთი ადგილი უნდა კონდეს. მინისტრი იქნება თუ ჩინოვნიკი იქნება და არ შეიძლება რომ იყოს აი ვიღაცა დამოკიდებული, რომელიც შეიძლება სულაც არ უშლის იმას. მაგრამ ეს შიში რაღაცა მოცული შიში რაღაც ამ ადგილის დაკარგვის თუ არ ვიცი მე ის ეშინიათ ეს ძალიან ცუდ როლს თამაშობს. მე ესე მგონი.
ესე იგი, ფაქტობრივად ჩვენ რასაც უყურებთ, თითქოს ჯანსაღი აზრი იბადება, თითქოს არა, მართლა იბადება. იგივე რაც პრემიერ-მინისტრისგან წამოვიდა, ამ კომიტეტებისა და კომისიის შექმნა, ასე შემდეგ, მაგრამ თითქოს მე შუარგოლამდე მიდის და მე არიან ყველა გაბნეულები რა და მე ხა საბჭოთა კავშირის ჯარი მაქვს გამოვლელი და ნუ რუსულად ესე ქართულად ვიტყვი, რომ ინიციატივა ისჯებოდა. ო, დაჟადი. რუსულად არ გაჯღეს, მაგრამ ახლა აღარ მინდა ამდენი ეგეთი გამოთქვა და იქ აი გასაგები იყო სისტემის გეშინოდა რომ გაუვახტი არ გეკიდებინა და კიდე რაღაცება. აქ რის ეშინია? არ ვიცი. ისიც რა, ეხლა იმ ფონზე რომ ყოველდღე იჭერენ რამდენიმე ათეული მილიონით ადამიანებს სახში, იმაში როგორ ჩანთებში და იმებში რა ქვია, ხო? ალბათ რაღაც ეშინია. მე ეგ ცალკე ჩადენილი აქვს და იმიტომ არ აკეთებს ეთყობა. ნუ არ ვიცი. ეხლა მე ვერას ვერ დავაბრალ, მაგრამ მე მგონია რომ ეგეც ეხლა რაღაც ერთგვარი შოუ გაჩნდა დეჩემთან ერთად ხანდახან უყურებ ხოლმე რუსო დეჩემთან მივდივარ რა მე ისე მე თვითონ არ უყურებ და ჩარტი ერთი დედა ვინმე დაიჭირეს აი ესეთ კითხვა არ უნდა გაჩნდეს ხო ანუ რეალურად ყოველ მეორე მესამე დღეს კორუფცია ისა მე მომხრე ვარ კორუფციის მას აყოლთავ უნდა იყოს ბატონშოთა გახსოვთ ის 2004 წელს ოქროაშვილის მეთაურობით რო იყო ერთი წელი რო შოუ იყო რუსთავი 2-ზე ხო აი რაღაცა ერთმა დაგვიფაროს ეხა იმას როგორ შევადარო მაგრამ კვირა არ გავა და თან ისეთი მაღალ ჩინოსნები მინისტრობა შეგეშინდება გას ხო აი არაფერი არ არის ადრე მინისტრობას ულოცავდნენ იმიტომ რომ ფულის აკეთებელი იყო და ეხლა თუ ეშინიათ, კაია, იმიტომ რომ პასუხისგებლობაა გარდახევას. არა, იცი რა, მე მგონია რომ რაღაც ვიხუმროთ ცოტა მაგას. მაგრამ დეჩემს ვეუბნები რომ რა გინდა მე დეჩემი ძალიან აღშფოთებული იყო რომ ესე რა არის ამ ხელა მილიონები ხა თვითონ პატარა პენსია აქვს და რაღაცა ხო წამლებს მის პრობლემაა და ესე ხო და მე ვთქვა დედა მეთქი ესე იგი დოლათი იზრდება. წინათ 100 გრამ იმაზე რა ქვია სასწორზე რომ მოატყუებდა ისა რა ქვია ხორცს იმაზე იჭერდნენ და მე ვთქვა 5-6 მილიონზე იჭერე რა გინდა ესე დოლათი არის ნო აქედან გამომდინარე იცი რა არის აი სოციალური ისიც ძალიან ძიმეა ამიტომ ძალიან დიდი სხვაობა გაჩნდა ამ მელეხებს და უბრალო ადამიანებს შორის რა ბატონშოთა მე მეგობრები მიგზავნიან ვიდეოებს აი არ დაიჯერებთ, თქვენ როგორ არ დაიჯერებთ თბილისში ხარ. ეხლა ამერიკის რეალობაში დახურული ქალაქები, ანუ უბნები ქალაქები არა. ხვდებით? აი დიდი ალაყაფის ჭიშკარია, დაცვა დგას, ავტომატები, ჯიპები, ტრალივალი, დიდი გალავანი, აი წამოიდგე ცხეთა რო დაკეტო ეხლა ესეთი. უამრავი ქალაქია, მაგრამ ეს ამერიკაა. 250 წლიანი ისტორიით ავა თუ კარგად და ბოლო 100 წელი კაპიტალისტები ცხოვრობდნენ და სხვის ხარჯზე თავებზე გაიარეს და ვინც დააგროვა და თემსოფლიო გადაწყვეს. ხო, გადაჭამეს და გადაწყვეს და ტიპისუფლება რომ დახურული ქალაქები, მაგრამ ეს რა ვნახე ბატონშოთა. აი ეს პატარა თბილისი და შიგნით ამდენი პატარა ქალაქები, ამდენი მილიონერი, ამდენი მაგარი მაცხო ერთმა ამრავლოს კი. ესე იგი კარგად ცხოვრობენ, მაგრამ ეს ამდენი დახურული ქალაქში ცოტა უცნაურია რა და ჩვენ იცი რა მე კიდე რა მაკვირებს იცი ზუსტად მეორე ვიდეო მოდის ხო ეს არ გიგონოთ რომ ეს რა ქვია შავნოდარას ეს არის ჩაოლებები კამერით გადაღებული ბიჭები ხო გასაგები და მე ნახულობ ჩაოლებრივ ხალხს რომელიც ნუ ეხა ისეთი კადრი არ მინახე ხა არ მინდა რომ მოიტყო და არც ვიკადრებ ეხა მართლა ბუნკერში თავი ჩაყუდებული არავინ მინახავს მაგრამ ძალიან ბევრი გაჭირებულია სოციალური დახმარებებზე როგორ არის იცით ქულებს ითვლიან წარმოიდგინეთ ბატონიშვილთა თქვენ რას გიხსნით მაგრამ მაყურებელს რომ აი მაგალითად სამ პიროვნებიან ოჯახში რომელიც ქმედით უნარიანი არ არის ორი და ერთი იმიტომ არის სახში რომ არ მუშაობს იმიტომ რომ ამორს მოუაროს სოციალური სამსახური მიდის და ითვლის რომ პოინტები უნდა დააგროვონ და საბოლოო ჯამში თითოეული მიიღებს ან 30 ლარს თვეში დახმარებას ან მაქსიმუმ 60 ლარს, როგორც არ იციან. ხვდებით?
და ეს სისტემა, სადაც ქალაქში 10 თუ 20 ქალაქია რა, თავის დაცვებით, ძაღლებით და რა ვიცი მე. ალბათ ეგ საერთოდ რაღაცა მე მგონი მაგია რაღაც მე ვერ ხვდები იგივე ეს დეველოპმენტი რომ ძალიან ესეთი ძვირფასი ისინი შენდება. აი ახლა ცოტა ხნის წინ რაღაც პრეზენტაცია იყო, არ ვიტყვი ვიცნობ რაღაცებს, მაგრამ კვადრატული მეტრიო გაიყიდა $10,000. სა თბილისში? თბილისში. $10,000 მანჰეტენზე არყის და. მაგას გეუბნები. არ მოიდგინეთ თქვენ და ვიყიდულობს ამას. ეს არ მაგია ჩემი აზრით. მე ვერ ხვდები. იმიტომ როგორ შეიძლება საშუალო ადამიანი, ანუ ამდენი შენდება და საბოლოო ჯამში მე როგორც მიხვდი, ეს ერთი და იგივე ადამიანებს ეკუთვნის. ანუ 10, 15, 20 ბინა აქვს, მე დეკლარაციებში წერენ ამას. აიგე? ხო და ნუ რა ვიცი. ეხლა იმისი არ იყოს ეს ბურჭულაძე როა, რა ქვია, თავდაცვის მინისტრი ყოფილი. ხო, ფულ დავაბრუნებ. რაც მოვიპარეო. რაც მოვიპარეო და ბოლო მე კითხეს რომ საიდან დააბრუნებ, ბინებს ვაქირავებ. ხო და ნუ აი წარმოიდგინე ის ბინები საიდან აღარ. გესმის? ანუ მე მაგალითად მთელი ცხოვრება ვმუშაობ. ჩემი მეუღლეც რა ვიცი, ყველანი მუშაობდა, მე ბინას ვერ ვიყიდი ნამდვილად. აი ხო რო არ მქონდეს ჩემი წინაპრების დანატოვარი რაღაცა ბინა იქნება თუ რაღაცა, მე ვერ ვიყიდი ბინას. აქედან გამომდინარე, ეს დიდი სხვაობა ბოლო აი არაჩვეულებრივი ფილმია თქვენ გახსოვთ ალბათ. ანტონიონ გადაიღო შეერთებულ შტატებში. ზაბრისკი პოინტი, თუ გახსოვთ ეგეთ. მე და თქვენ ეს განვიხილეთ წინა ვიდეოში და მე გითხარით რომ თავიდან რომ ნახე ვერ გავიგე. ხო და აი ეგეთი სიტუაცია ვხედავ. თუ გახსოვთ ის გოგო რომ დგას მამამისის სახლის წინ, ეს ვილის წინ რაღაც ვილა, ხო. რაიტის აშენებული ვილა, რაღაც კლდეზე და ეს რო ფეთქდება. ძალიან მაგარი ხედია ეს კანიონზე რო განაკიდებული რო არის თებში ვიდეო. ულამაზესი ვილაა და ეს ვილა რო ფეთქდება და ეს სტორარუს გადაღებული, სხვა შორის იმაში გადაიღეს, წყალქვეშ გადაიღეს ეგ კადრი. და ოპერატორი ვიტორიო სტორაროა? ხო, სტორარო იყო, ხო მანდ. ნუ მაშინ არ არის გასაკუთრებული. ხო და იგივე ტულაია ტარპის ხორეოგრაფია, გენიალური ფილმია. ხო და აი ეგ გარემოება, ეს ახალგაზრდები ამ კავშირს აი ამ მელეხებთან ვერ ხედავ. აიგე? და ეს არ არის რომ მიშისტები აჯანყდნენ თუ რა. ხო, ეს ვაფშე უბრალოდ მე ყველას ვეუბნები, ხა ბევრი ძალიან ნორმალური ადამიანია იქ და მაგრამ მე არ მესმის როგორ შეიძლება ამ მიშისთან ერთად დადგე. ნაუგრივი ადამიანი. შეიძლება ეს არ მოხსონდეს, მაგრამ ამ პირუტყვებთან ერთად არ უნდა იქ. ნუ გადავახეს ეგ რუბიკონ ზოგიერთ. მე ძალიან გული მткиო. აქედან გამომდინარე ეგ ამბავი უნდა მოწესრიგდეს. მე სულ ყოველთვის მეგონა რომ ისე რა კაცი რომელსაც შეიძლება აქვს დიდი და ამისა ფორსის რაღაც ასეულში თუ რაღაც შედის, იმას შეუძლია რომ განზე დადგეს ამ იმიდან და თქვას რომ არა რა ვიპარავთ ამ ბიუჯეტს ნუ არ იყოს ეგეთი სეგრეგაცია ხო და კარგი იქნება ეგ თორე ფაველების გვინახია ხო და ეს კი ბატონო და ეს ხო რეალობა ეს ხო მონაგონი არ არის აი სამხრეთ ამერიკაში უამრავია ხო ბრაზილიაში არა მხოლოდ სამხრეთ აფრიკაში და ასე ხო აქედან გამომდინარე კი მე ჩემი შეიძლება ბევრი მაიცის რომ რაღაც უფრო მემარცხენე პოლიციის კაცი ვარ მაგრამ მაგაში არ არის საქმე ელემენტარული ქრისტიანობა უნდა კონდეს და ადამიანის მიმართ უნდა კონდეს რაღაც ვალდებულებები რაღაც ჩვენ ერთმანეთს უნდა დავეხმაროთ და სახელმწიფო არის მექანიზმი რომ ჩვენ ერთმანეთს დავეხმაროთ იმიტომ პირდაპირ კი ვახერხებ და ვეხმარებით ერთმანეთს აი სახელმწიფოს მეშვეობით ჩვენ ფულს იმიტომ ვიცხავთ იმაში რომ სახელმწიფოში რომ რაღაცა თანაბრობა მოხდეს ესეთი რა ქვია სეგრეგაცია არ უნდა იყოს
თან ქართულ საზოგადოებაში რომელიც მაინც უფრო სხვანაირია. ჩვენ მეტი თანადგომის უნარი ხო, ნუ აქ ჩვენთან ბატონობის დროსაც არ იყო ეგეთ დიდი სხვაობა, ხო? თან იცით რა არის ბატონიშვილთა, რომ ერთია ნიუ-იორკი ახლა 10 მილიონს გადააწარბა ქალაქმა და ეს არის ქალაქის სახელმწიფო, მაგრამ თბილისში საქართველოს რა არის, ხო 3 მილიონი ნახევარია თავი ბოლო, ისიც ალბათ საარჩევნოდ არის დათვლილი, თუ რეალურად რამდენი ვართ არც ვიცით. და მე ყველაზე ცუდად იცით რა ხდება გულზე, რომ ეს ჩემი პირადი ამბავია, მაგრამ თქვენ ბინა ახსენეთ, ხო ხა ყოველ დღე ნუ 2-3 დღეში ერთხელ მეგობრები ახლობები წერენ, რომ აი ესე გაძვირდა იქ რაღაცა და ნუ მე ისე წამოვედი საქართველოსდან, რომ ფაქტობრივად არაფერი არ დავიტოვე. ნუ ბანკმა წაიღო, რაც ასაღები იყო, როგორც ხდება უმეტესობას და წარმოიდგინეთ ახლა ჩვეულებრივად რა, დასაბრუნებლად ხო გინდა ადამიანს ხო უნდა რომ ელემენტარულად ერთოთახიანი ბინა სადღაც დაიბუდოს და მერე ახალი ცხოვრება დაიწყოს. და 60 წლის ასაკში ეს ძალიან რთული გასაკეთებელია უკვე ვატყობ. და სამწუხაროდ იცით რა არის? სამწუხაროდ იცით რა არის, რომ ჩემნაირად კიდე არის ხალხი რა, ანუ მე ერთი არა ვარ ეგეთი. და სურველი დამბრუნებელი ბევრია, მაგრამ ისე მე მგონია მაინც ახლა ჩვენი წმინდა პატრიარქი რო ამბობდა ყველა არ ამბობდა იმას, იმიტომ რომ ხო დაბრუნება აუცილებელია ჩემი აზრით, იმიტომ რომ აი თუ გინდ რაღაცის მშენებლობისთვის ჩვენ ძალიან ცოტანი ვართ. ხო, აი საქართველოს მეტი ხალხი ჭირდება რომ რაღაცა გაკეთდეს რა. ხო და ავიც მე მგონია ესეც დროებითია და რაღაცა მაინც შეიძლება იქნება, შეიძლება ეს გასაჭირი რაც გარშემო ხდება, რაღაც ჭკუას გვასწავლის ხო. და იქნებ დავფიქრდეთ ამაზე. მეც არა ვარ კაცო ამ დიდარ ხალხს მოწინააღმდეგე კი არა ვარ. მე ვიძახი იმას, რომ ეგეთი უთანასწორობა არ უნდა იყოს. მე ვატყობ ამერიკიდან 12000 კილომეტრიდან იმას უკვე ვატყობ, რომ დაიწყო სეგრეგაცია. ეს არ არის კარგი. ქვეყნის გამდიდრება პატარა ქვეყნისთვის და ისეთისთვის როგორიც საქართველო ამ ფორმით არ უნდა მიდიოდეს. თორემ დიდარი ხალხი როგორ უნდა ვაბარა, იმიტომ ნუ აი ერთ-ერთი მაგალითი ეს კანონიც იყო, რომ 6 წელზე მეტი მანქანის შემოყვანა რაღაც აგდო თუ რაღაც, ხო? როგორ არა, კი, მაგას ვიწყავდა. ანუ აქ არის ესეთი ცოტა ზევიდან შეხედული, უფრო საშინელი მანქანები დადის. მე თუ მოწესრიგებული მაქვს ის მანქანა დათვალიერებას გადის. გინდა 200 თუ არ ბოლავს და ეკოლოგიას თუ არ აზიანებს, რატომ მიგზავნა? ხო, თუ წესიერია. ხო, რატომ მიგზავნო? მე არა მაქვს, მე არა ვარ მილიონერი და ვერ ვიყიდი 50000 მანქანას და ეს მანქანა მართლა იმისთვის კი არ მჭირდება, რომ უბრალოდ ვიარო იქით აკეთე. რაღაცა საქმეს ვაკეთებ ამით, ხო, რაღაცა. ეს დამოკიდებულება მილიონერების, გაიგე, რომ მოდი რა აგზავნოთ ეს 6 წლიანი სულ ახლები მაიაროს, გაიგე? ეს არ ვიცი რა. სხვათა შორის ჩვენ ახლა გესმით ხო, ბატონო, სხვათა შორის აქაც არასწორად არის გაგებული ლობიზმი. ახლა ამერიკაში სენატში, კონგრესში ლობიზმი არის ჩვეულებრივად მეკუთვნეობა იყო დაკანონებული რა. ხო და ამის კოპირება მოინდომის ჩვენება, მაგრამ ესე არ გამოვა. კიდევ ერთხელ ვამბობ, აქ ტრადიციები დიდი ხანია იწერება, 200 წელზე მეტია. აქ რაც არის, ეს არ ნიშნავს, რომ იმის copy paste-ით სამე სხვაგან აი ლობიზმი მინდოდა მეკითხა და მე ესა რა ქვია, კიდე ერთ ინიციატივაზე ჩვენი პრემიერ-მინისტრის სანამ მივა. აი წარმოიდგინეთ, აქ იცით რას მეუბნებიან, ხა ახლობლები ვინც აქ არიან და ვისაც საქართველოს გული შესტკივა და ნუ ჩემსავით რიგი მიზეზების გამო ჯერ ვერ ახერხებენ რა დაბრუნება. ზოგს სახლი არა, კარი არა, ზოგს ავანტყოფობა ჩემსავით მიერთებულია ამერიკის ჯანდაცვის პროგრამაზე და ასე შემდეგ და რას ამბობენ იცით, რომ ესეც ლობისტის ბრალიაო და უცნაური რა მithres, ხა მე მოყვარული ავტომობილისტი ვარ, ადრე სპორტული კომენტატორიც ვიყავი და ავტოდრომიდან მივყავდა ტრანსლაციები რაღაც, ანუ ავტომობილები მენდაკლებად ვიცი. მაგრამ ამ თემაზე მე თუნდაც არ მიფიქრია აი ამ კუთხით. ეგ იცი რისი ბრალიაო, ნიკაო? რომ ისო რა ქვია,
ელექტრომობილების ლობი არისო საქართველოსიო და რო შემოყავთო ეს ელექტრომობილებიო იმათი ინიციატივა არისო წარმოვიდგინეთ სადამდე არის უკვე კონსპიროლოგია არ შეიძლება მართალიც არის უკვე აღარაფერში ვეღარ შემაქვს უკვე ეჭვი და სიცხადე რა არის მართალი რა არის თხოვილი და ზუსტად მათი ინიციატივა არის რომ ეს იაფიანი ელექტრომობილები გაყიდონ წარმოგიდგენიათ სადამდე მისული ეს შეიძლება საერთოდ არის ნუ არ ვიცი ეხლა მაგრამ შეიძლება არა ნუ ყოველ შემთხვევაში ის მომენტი რომ ზევიდან უყურებენ ხალხს და რაღაც ეს აი ჩანს და მეორე საკითხი აი თქვენ ის რო თქვით ეს ფასების მწვალებელთა კომისია თუ რაღაც რო შექმნეს ხო და ესეც რაღაცა ნუ აი ბოლო ისაუბრეს თვეების განმავლობაში და თქვენს რომ არაჩვეულებრივად არის საქმე ხო და ნუ აი მე ამ დროს რეცეპტი ამისი თვითონ თქვა პრემიერ-მინისტრმა მე როგორც შევატყე იქ იმდენად ჩახუტებულები არიან ეს რა ქვია სპეკულანტები და ესენი ხო რომ არაკეთებენ თვითონ პრემიერ-მინისტრმა თქვა რომ გაკეთდეს თქვათ მაშინ ალტერნატიული სახელმწიფო მაღაზია სადაც მინიმალური ფასები იქნება მოგება იქნება იქიდანაც ხო მაგრამ იქნება მინიმალური ფასები და ის გაუწევს კონკურენციას მერე აი ამას თქვათ ამ სუპერმარკეტების ქსელებს და იმებს და აქედან გამომდინარე გაიაფთება მაგრამ მერე გაჩუმდა ეგ ლაპარაკი უცბად ხო და ну у меня возникают смутные сомнения ხო упасла медальон ушпака магнитофон ხო და ესეთი და ამაზე აქ იცი როგორი ამბავი იყო ეხლა მე რო იციან რომ ისა ვარ ხელისუფლების ხარდაჭერი ვარ ნუ ლანძღვაგინება ხო ცალკე იყო მაგრამ პირად სივრცეში მწერდნენ რა პერსონალურში რომ აი ეხლა მაინც ვერ დარწმუნდიო რომ ეს ის არ არის რა ჩემგონიაო იმ ანეკდოტის იცი რა მართალი რო გითხრა მეც უკვე 2012 წლიდან 12-იო ხო? მეც ვაძლევ ქართულს ხმას. ხარდამჭერი როგორ ხარ? ბევრჯერ მოხმარები ვარ კიდევაც ბევრ რაღაცაში. იმიტომ რომ მე რო ხედავ რომ ალტერნატივა თლათუბედურება ხო მაგრამ ეგ არ ნიშნავს რომ მე არ მქონდეს უფლება რომ ვილაპარაკო რასაც ვამბობ. მე მგონია რომ აუცილებელიც არის. ბატონო შოთა, აი ალტერნატივა კარგად ახსენე და ყველაზე მთავარ თემაზე მივედით. ცულუკიანის კომისია რა იყო ეს? აი გენიალური პოსტი გედოთ რამდენადაც შევერძელი დავაშიარე. ვისაც Facebook-ი აქ კოპი პეისტები გადაუგზავნე. რა არის ეს? ერთმანეთის მაარსებელი, მაცოცხლებელი ორი ორგანოა? პლუს მინუს ხო, ნუ იცი რა მე მგონია ხა შეიძლება ძალიან შეთქმულება შევდივარ მაგრამ მე მგონია რომ ეგრეა და მე როდესაც ეს გავაკრიტიკე ეს კომისია იმიტომ ვიცოდი თავიდან რომ არაფრით არ დამთავრდებოდა ესა და მე თქვენს რომ მოდი იცი რა მივცეთ უფლება რომ მიიღონ არჩევნებში გეგონება ესე გაგვაშენებენ ეგენი რომ არჩევნებში და მე აუგზავ თუ ასაკ რატო დაიწყეს ეს კამპანია არის მე ყოფილიყვნენ და იყვნენ ნუ მე მაგას ვიძახი რომ მე მგონია რომ ჩვენ არა ვარ დამოუკიდებელი ხალხი მათი დამოუკიდებელი ქვეყანა არა ვარ ალბათ უცხეს რომ გაჩერდით თორე მე ხა თეატრულუკიანს ვიცნობ და ძალიან დიდ პატრიოტს ეს არის ძალიან პატრიოტი და პატრიოტსანი და კარგი ადამიანი ხო და აქედან გამომდინარე მე არ ამგონია რომ თქვათ მას სურვილი არ კონდეს ეს გააკეთებენ და ესრულებენ ეგ 12 წელსაც შეიძლება დაესრულო რატო აქ არა 12-ში გასაგები იყო მე არგუმენტები მაშინ მივიღე რომ ის რომ კოჰაბიტაცია იყო დასავლეთიდან იძულებითი ნაბიჯი ნუ ხო და მაგას ეხლა ძელდება იქ ხაზი ნუ რატო არა ხო და ყოველ წერილში ყოველ მიმართვაში ლაპარაკია ამ ესე რა ქვია სააკაშვილის გამოშვებაზე და ასე შემდეგ და ასე. ანუ ეს ლობიზმი სააკაშვილის არ თავდება. ანუ მათ ისევ უნდა სააკაშვილი. ხო და აქედან გამომდინარე მე არ მგონია რომ ახლა მერე გამოიგონეს რომ ვიღაცა უნდა ჩავამატოთო სიაშიო.
ხო, თამარ ჩორგოლიაშვილი გიგა ბოკერია ჩაამატეს და მერე გაიზარდა კეისი და წავიდა ხელახლა განხილვაში. ხო, მე ახლა ვიღაცას გამოაკლებ, მე ჩაამატებენ და ეს გაგრძელდება გაუთავებელად. ნუ უკვე მე ნამდვილად ამჯერა რომ ახლა მაგათ გასამართლება მოხდება. აქ პლუს ერთი მომენტია რომ ესე მშვენივრად გძნობენ თავს. არაფერი ეტყობათ მათ ესე იგი დამწუხრების. ეგეთი ვაჟკაცებიც არ არიან, ხო? მე მგონია რომ აქ არის რაღაც ძალები, მე მგონია რომ ჩვენ ქვეყნის ფარგლებს გარეთ რომელსაც ძალიან სერიოზული გავლენა აქვს ქართულ ოცნებას. და იმას ვერ აბიჯებენ. თორე ახლა თეატრ უკიანს გულზე ეხატება. არც სოზარის საქართველოს სიყვარულში მეპარება ეჭი, არ ვიცნობ მას, მაგრამ გადმოცემით ვიცი, ასე რომ უბრალოდ საქართველოს სიყვარული სხვა რამეა, კაცო, აქ ერთი მომენტია, რომ ჩვენ ხო არა ვართ ინსაიდერები. შეიძლება მე მწარა თვიტირო რომ გავიგო რაზე წოლა ამაზე. დაიგე? ჩვენ ახლა ლაპარაკობთ ახლა თავისუფლად აგერ პოდკასტში და ასე შემდეგ და როცა იცი რა ხდება. ხო, აქედან გამომდინარე ისეთი ფაქტორები შეიძლება იყოს, რომ შეიძლება უკეთესიც იყოს, რომ ესენი არ გაასამართლოს. გასაგებია, ხო. უკვე მივხვდი საიტიანაც აიყვანეთ, ხო. ხო, და აქედან გამომდინარე ისა ვარესი არ გვიქნა რა. ხო, და აქედან გამომდინარე მე მგონია, რომ ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში რაც მთავარი ფაქტორია, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ყველაზე მნიშვნელოვანია, ის რომ ჩვენ რაღაცნაირად ვინარჩუნებთ და აქ რაღაც სისხლძვრა, გრევა და უბედურება არ არის, ეს ძალიან მნიშვნელოვანია. ამ მელახებს ავიტანთ როგორმე. ხო, აქედან ხო თუმცა მაგის თუ გამოსწორდება იქნება. თორემ მე მათადაც რომ გარე გამოწვევები, შიდა გამოწვევები, არ ვიცი. ნუ შიდა გამოწვევებს მე მგონია რომ ჯერჯერობით უკავდებიან, იმიტომ რომ მართლა არ ჩანს ისეთი ალტერნატივა, რომელიც ღირსეული იქნება და ადამიანებს არჩევნის საშუალება ექნება. ბატონო, და ჩვენი საუბრის დასასრულს როდის ვიქნებით კრემლში? კრემლი მხოლოდ იმისთვის მინდა დავიბრუნოთ, რომ მე ახლა ჩვენ რო გაუგზავნით იმას, რა ქვია, რა ნოტას ვიღაცას, იმას ცოტა გააჟველოს. ხო, ახლა ჩვენი პარლამენტის თავმჯდომარე რაღაცა ტუქსავს, რაღაც მე მგონი ისინია და მე არ გააცინე. ბატონ შუთა, მე ამასთანავე თქონდა ერთ-ერთ ჩემს პოდკასტში ჩემ მეგობრებთან ერთი მოსკოვიდან ერთვებოდა, ერთი ბერლინიდან და მოკლედ გემრიელად ვისაუბრე და იქ თქვი ესეთი რა. სააკაშვილის ხელისუფლება იყო და ძალიან უხეშად დაუდევრად შეიძლება ითქვა. შეიძლება იურიდიულად მართებულიც იყო, მაგრამ არასწორად გაკეთებული ნაბიჯი იყო. და რუსეთის უშიშროების აგენტურა თქვენ კარგად გახსოვთ ჩვენ მაგდორში. მოკლედ მე თბილისში ვიყავ მაგის თვამი და გამოამზეურეს და გაატელევიზორეს და რაღაცა კონვოით მიიყვანეს აეროპორტამდე, ამას მოყვა უდიდესი ნეგატიური რეაქცია და როგორც ნახირი უნდა გავიმეორო, Il-76 სატრანსპორტო თვითმფრინავით ქართველების გამოყრა დაიწყო რუსეთიდან. და აი ეს ქართული ლობისტური ნიშები ბჭყალებში ფაქტობრივად სულ დაიკარგა და კრემლთან, კრემლის გარშემო ჩვენმა მეზობლებმა იაქტიურეს და ნუ ხო იცი სვეტა მესტა не бывает, ხო იცი პუსტი მოხდა და დაიკავეს ადგილები ჩვენმა მეზობლებმა საკმაოდ კარგად და წარმატებულად და მე რა მგონია იცით რომ გარდა იმისა რომ ქართველები რაღაცნაირად არასწორად ვაკეთებთ ალბათ იმიტომ ადრე გამოგვდიოდა ეხლა არ გამოგვდის ამის მიზეზი არის ის რომ კრემლის გარშემო ბლოკავენ რა არა მარტო რუსები უამრავი არაკეთილმოსურნე გამოგვიშთა და შევალთ კი ჩვენ ახლა კრემლში გვექნება ამის შანსი ხო ნუ ახლა ეგ ხო ხუმრობა ერთი მომენტია რომ რა თქმა უნდა ჩვენ საერთო ისტორია გვაკავშირებს და წმენა და ბევრი რამე ხო მაგრამ ნუ ხა ეგ საბჭოთა კავშირის აღდგენა და კრემლის დაბრუნება და ასე შემდეგ ეგ მგონი უკვე წარსულს ჩაბარდა
იმიტომ რომ ახლა უკვე ახალი გარემოებაა და ახლა როგორც უყურებდი ორი უდიდესი ესე იგი ქვეყნის მეთაური ეახლა სი ძინპინს და სი ძინპინის თითქოს პოზიცია იყო გაცილებით უფრო ესეთი ავტორიტეტული ვიდრე ესე გამოიყურებოდა ეს რომ ის უფრო გლავნიუკია როგორც რუსები თქვენ ხო ის უფრო მთავარი ადამიანია აქედან გამომდინარე ახლა რუსეთი რომელიც თვითონ ეგეთ დამოკიდებულ მდგომარეობას ჩავარდა დამძიმე მდგომარეობაშია ხო იმის და მიუხედავად რომ თითქოს იბრიქებიან და ბაქიბუქობენ არა აქვს ადვილად საქმე 4 წელიწადში ბერლინი ჰქონდა აღებული სოსოს და ესენი რა ქვია 500 მეტრს რო გაივლიან დიდი კუპიანსკი იყო მახსოვს 2 თვის წინ ესე პერმანენტულად ამბობდნენ რომ აიღეს ერდა იგივე წერტილი და მე რომ არ იყო აღებული ნუ ეს რო არის რა ქვია იზბუშკა ლისნიკა ხო გახსოვთ ეგრე არის რა დაახლოებით აიღებენ მე ეს და ბოლოს მოვა ეს რა ქვია ერთმა ჭკვიანმა მეგობარმა მითხრა რომ მე ესე უთხარი რა რომ საბოლოო ჯამში ზუსტად თქვენი აზრი გაუზიარე რომ რუსეთის ფაქტორია რომ ჩვენ აქ მაგ არ არის მეთქი ხელისუფლება გადმოტრიალებული რა იმიტომ რომ რამდენი პორტირებას გააკეთებდა მაგრამ ის ნამდვილი ქართველი იყო და მამულიშვილი ისინი შეეწირებოდნენ უდაოდ ზუსტად იმიტომ რომ რუსეთის ფაქტორია მეთქი რა და ეს ჩვენი გარემო სამყაროს აბალანსებს ხოდა ხომ არ რუსეთმა აი ეგ რა მითხრა იცი ამ ჩემო მეგობარმა რომ რატო გონიაო რომ კლავ იმ როლს ითამაშებსო და აი მაშინ შემეშინდა იმას ხო არა სხვათა შორის მე ხშირად დავდივარ ხოლმე ახლა სხვებისგან განსხვავებით რუსეთში ნუ არა кайხანია წელიწად ნახევარი არ ყოფილვარ მაგრამ იქა მაგ ხო საუბარი და თვითონ რუსები იძახიან თქვენ ხო არ გონიათ ისინი ვართ გაიგე საკმაოდ ბრუტალური გახდა რუსეთი არ არის ესეთი რა ქვია ხაჭაპური ძალიან სხვანაირი ქვეყანა იქაც ის კაპიტალიზმი თავისი კანჭები ჩაასვოდა დამძიმე ქვეყანა გახდა მაგხური და ეგრე ადვილი არ არის თუ გინდა იგივე რუსეთთან დაალაგება ხო წინასწრული ჩადიოდნენ კონიაკით და გოჭით ხო და ახლა იმათ თავისი ინტერესები აქვს ჩვენ რამდენად შევძლებთ რომ ეს მათი ინტერესები დავაკმაყოფილოთ და ჩვენც რაღაცა მოგება მივიღოთ ხო აქედან და ისე ახლა ვიღაცას რო გონია რომ რა უნდა ახლა და რუსეთს მოდი დაველაპარაკებით და ჩვენ ახლა ისე უყარვართ ჩვენ თურმე რომ აფხაზეთსაც დაგვიბრუნებენ და იმასაც რა რაღა დაგიმალო და მე მქონდა იცით რა მქონდა ბატონიშვილთან მართლა მქონდა ესეთი მიამიტური ნაიური დამოკიდებულება მე გუშინდელ ამბავს გეუბნებით ნუ პირობითად გუშინდელს 2022 წლის 24 თებერვლიდან საქართველოს რა პოზიციას დაიკავა და აბსოლუტურად მივესალმები და ყოჩა თითოეული ამ ინიციატივის ავტორს და ნუ ალბათ ბიძინა იყო აქ დამსახურება რომ ის გავაკეთეთ რაც გავაკეთეთ რატოღაც მეგონა რომ 4 წლის თავზე მაინც ხანერად მოგვიდგებოდნენ და არა ისე რა კიდე ერთხელ ვიძახი რა თავშიც მაგას უყურებ ჩვენს უკან რომ რაღაცა ისეთი მნიშვნელოვანი რამე არგუმენტი იყოს აი მაგალითად წინათ გახსოვთ რომ იყო ეგ ცნობილი ის რომ ესე იმითი აგურით რო დახვდებოდა კუბი კირპიჩო რა ხო ეს კუბი კირპიჩო ხელში არ გვიჭირავს ანუ ჩვენ ვერაფერს ვერ ვავნებთ ჩვენი 16000 ჯარისკაცით ხო სასაცილოა მილიონიანი არმია ებრძვის აგერ უკრაინის და ის ვერაფერს ხდება და სხვა რაიმე ფაქტორი ახლა ის რომ იმაშენ გაგითვალისწინოს ჩვენ არ გვაქვს და აფხაზეთიც არ გამოდგა ის საჯილდა უკვე რაღა დაგიმალო და არც კი ნიგზა მე უფრო მეცხოვე ხო იცი რა აქ მეორე საკითხია რომ ის აფხაზეთის საკმაოდ შეერწყა ამ რუსეთს და ის რაოდენობა ხალხის ვინც ახლა რეალურად
ნუ თუ შენ გინდა ის გამოიყენო რომ იქ აფხაზ კონდეს რაღაც პროტესტი მათ მიმართ ეგ მომენტია იქ ჩამქრავე ხო და დართულია ეხლა ისეთი ჩვენ უნდა ძალიან მაგრა ფეხზე დავდგეთ მე ამიტომ ვიძახე რომ აქ უნდა მოუწესრიგდეთ და უკვე ძალიან ცოტა დრო გვაქვს იმისთვის რომ ეს გავაკეთოთ რომ მე ფაქტორი მართლა გავხდეთ რაღაც ეს ტექნოლოგიური უფრო პატარა ქვეყნები ახლა ახერხებენ ამას თუ ტექნოლოგიას განათლების ამ სისტემით თუ ჩვენ ახლა რაღაცა გამოხეთქავს მეთქი ის ფანტანები არ მგონი აქედან გამომდინარე მთავარი არის განათლების სისტემა ახლა გაძლიერდეს ჩვენი კულტურა ჩვენი ისა და აი იქნებ დავდგეთ ფეხზე და მანამდე არ დავკარგოთ ეს დამოუკიდებლობა და მეორე ფაქტორი იქნებს რუსებისთვისაც და ყველას ჩვენ შეგვიძლია ეგეთი როლი შევასრულოთ რაღაც ესე იგი რესურს ხედავთ ხო უბრალოდ სახელმწიფოს მმართველობაში უნდა იყოს ნება ხო ეს ერთი რესურსი არის მთავარი რესურსი ნუ შეიძლება ისე ზედმეტად სიყვარულით მომდის ჩემი ქვეყნის რომ მთავარი რესურსი არის ნიჭიერი ქართული ხალხი რომელიც ძალიან ნიჭიერი ხო და ეს ფაქტორია კაცო ხა მე სხვა შეურაცხყოფას არ ვაყენებ მაგრამ თქვენ წარმოიდგინეთ ყოფილ საბჭოთა კავშირში შეადარეთ ახლა ვინ ცხოვრობდა და ვინ იყო ესეთი გამორჩეული ხო ანუ რაღაცა ამ უზარმაზარ დედამიწის იმაზე ხო ტერიტორიაზე ჩვენ მართლა გქონდა რაღაცა ხო და აი ეს უნდა გამოვიყენოთ პირველ რიგში და ეს კიდე ერთხელ ეთანადება იმას რომ ჩვენ წმინდა პატრიარქმა მოგიწოდა თქვენ რომ დაბრუნდეთ თქვენ არ ხალხი საჭიროა და მეტად დაბრუნდეთ რამდენად საჭირო მაგრამ თითოეული ქართველი საჭიროა რა მნიშვნელობა აქვს ხო აი ჩვენ მეტი აფერი არ გვაქვს ჩვენ გვაქვს ღვთისმშობლის მფარველობა და ნიჭიერი ხალხია რა ეს ქართველები ხო და ეგ უნდა სხვა მართლა არც რიცხოვნობით გამოირჩევით არც რამე ისეთი წიაღისეული ვაქვს არც გვინდა ალბათ ჯობია ჩვენ ნიჭი და ჩვენი შრომით რაღაცა გავაკეთოთ ერთი მეგობარი იყო ჩემთან სტუმრად და იური შევჩუკის ნათქვამი მომიყვანა მაგალითად იურას ჰქონდა ეგეთი საინტერესო ინტერვიუ რა უბედურება არისო რომ სახელმწიფოს ნავთობი აქვს რა ანუ შევჩუკის ხო მარსოს დამთავრდეს ნავთობი სიმღერაც იყო მე და აქიჯდა თბილისიდან ჩამოვიდა რა და მე სტუმრა და აუ ნიკაო წარმოიდგინეო რა ბედნიერები რაღაც ამ კონტექსტში რა რომ კიდე კაი რომ ნავთობი არ გვაქვს რა თორე შემერე გენახა ჩვენი უბედურება არა მე ხა რას ვიძახე იცით რომ ჩვენ არ გქონდეს ესეთი პარაჟენცების ისა დამოკიდებულება რა რომ აი აფერი გვეშველება და ეს ნიკორწმინდა ხო ქართულმა ხალხმა აშენა და სოდი ცხოვრება ეგ კი ბატონო ხო არ არის ეგრე რა ამიტომ ჩვენ შეგვიძლია გავაკეთოთ არც მაშინ იყო ის ნავთობის მდინარეები და ესენი ოქროს საბადოები და შრომი ნიჭი და უფრის მფარველობის რაღაც ვახერხებთ კი ბატონო ესე იყო ხო ესე უყურე და სულ ბოლოს მე რასაც უყურებ ეხლა 15-ვე რესპუბლიკამ ყოფილი საბჭოთა კავშირის ხო ყველამ თავის შესაბამისად თავისი ხედვით დაიწყო კულტურული ფონის წინ წამოწევა. ნუ ბალტიისპირელებმა თავისებურად, მაგრამ ბალტიისპირელებს ახლა არც ხელათ, იმიტომ რომ თავზე დაფრინავენ დღეს სამჯერ დრონები და ახლა ლატვიაში კაბინეტი შეიცვალა, იქ ესტონელებთან ეს პრობლემა აქვს და ასე შემდეგ. სომხეთშიც არჩევნები დგება და ახლა რაღაცა აზერბაიჯანი აკეთებს ძალიან კარგად თავის კულტურული მემკვიდრეობის PR-ს და თავის უახლოეს წარსულის გადახედვას დავით გარეჯით და რაღაცეები და რუსეთში დაიწყეს ნახატი ფილმების ასე ვთქვათ მამულიშვილური მულტიპლიკაციის კეთება, იმიტომ რომ თვლიან რომ ბავშვობიდან მე უნდა ჩაიდოს ეს და ყველაზე კარგი სახეობა ახალგაზრდა თაობაში არის ჯერ კიდე ნახატი ფილმები და შემდეგ სამოზარდო კინოთი და ვადაშოთა ჩვენთან რა მდგომარეობაა ახლა მე ვიცი რომ კინოდამზადება თუ კინოკონცერტი არ ვიცი როგორ არის რა მეხდება თუ საალყარო გადასული აი ახლა ცოტა ხნის წინ ნახე არაჩვეულებრივ ქართველ რეჟისორის
ლევან კოვუაშვილის ფილმი გურია ქვია რა. არ მაქვს რა. ოღონდ ჯერ არ არის გამოსული და ნუ ახლა ძალიან ახლობლების ის რო არის ხოლმე რა ესე ვნახე. გურია ქვია ესე ჩვეულებრივ გურია. ხო, გურია დაარქვა რა, გურიაშია გადა. ხო და ნუ იმდენად კარგი ფილმია, რომ აი მეც რაღაცა ისე ვიყავი რა, რაღაცა არაფერი კარგი არ ხდება თითქოს კულტურა. იმდენად კარგი ფილმი ვნახე, რომ იმ წუთშივე ხო ეს გაძლევს რაღაც სტიმულს, რა აი ცუად არ ყოფილა საქმე და რა კარგი კინო ვნახე, ხო? და ბევრი რაღაც საინტერესო რაღაცები ხდება. კი არის ეს სტაგნაცია აი ამ რა ქვია, რაც მე მოგიყევით ამ იურისტების მიერ გამოწვეული და ნახევარი ეს კინო ახალგაზრდობა გაიქცა ქუჩაში დარბი. ძალიან ნიჭიერი ხალხი. აი ორი ვიცი, ვინც ამ ქუჩაში დარბის, ნუ აი შეიძლება ითქვას, რომ ქართულ კინოს მომავალია. არ ვიტყვი რომ არაწყინო. მაგრამ ნუ ეს მოსავლელია გამბავი, აი. ხო და მე მგონია რომ მაგრამ ეს მე მგონი კერძო დაფინანსებები და სახელმწიფოს ხო აქვს ბიუჯეტი. ისი როგორ სახელმწიფოს წილი არის რა. გრუზია ფილმი ხო ადრე იყო, ეხლა არ ვიცი რა ქვია. გრუზია ფილმი არ არსებობს ეგეთ სახით. ხო, მაგრამ რაღაც მემკვიდრე ხო არის? ხო, არის კინოცენტრი. სახელმწიფო კინოცენტრი, რომელიც აფინანსება. მთლიანად დაფინანსება რო გითხრათ, რამდენი არის? 8 მილიონი ლარი არის მთლიანად დაფინანსება. დოლარი? ლარი. უი, 8 მილიონი ლარი ერთი 8 მილიონი ლარით ახლა უცხოეთში IMAX-ის კამერა არის 8 მილიონი ლარი ალბათ. ხო, მოკლედ კამერა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ახერხებენ რაღაც გადაღებას, იმიტომ რომ ეგ თანადაფინანსებით ხდება. მე მგონი 8 შეიძლება დოლარია და მე შეიძლება შემეშალოს რა. ხო, მოკლედ პატარა დაფინანსებაა ძალიან და შესაბამისად აი ამ ევრიმაზი და ეგ რაღაც სხვადასხვა ორგანიზაციების მეშვეობით და კიდე კერძო ესე იგი პროდიუსერების ესე იგი დონორების ხარჯზე ხდება ძირითადად. ნუ დონორების ერთობლივი ფილმები გამოდის, ჩემი და კინორეჟისორი, იმიტომ ვიცი. ვიცი. ხო და აქედან გამომდინარე რაღაცას ახერხებენ, მაგრამ რა თქმა უნდა, მეტი რო იყოს დაფინანსება, მეც მოახერხებენ. მაგრამ და ხელს არ უშლიდნენ. ამ დაფინანსებაშიც კი ხელს არ უშლიდნენ? ხო, იმიტომ რომ როგორი მომენტია, იცი? ეხლა ჩვენ რო ძალიან დიდი ფულით დაგვეყაროს, ამის ისიც არ არის, გაიგე? ინფრასტრუქტურაც არ არის ამისი, ამ ვერ აწევს ქართულ კინო ამდენს, იმიტომ რომ ხო, ანუ მე საიდან ვიცი, იმიტომ რომ აი ამას წინასაც მქონდა საუბარი რა ამ კინო რეჟისორებთან. და რეალურად მე მგონია რომ მომავალი აქვს. თუ ქუჩას სირბილს შეწყვეტავენ და კინოს დაუბრუნდებიან, ძალიან კარგი ახალგაზრდობა მოდის და მე მგონია რომ მაგხრივ არ შევცხოვები და გავითხოვთ სახელს რა. კიდევ ერთხელ და ეგ კიდე ერთი დაცვა იმის გარდა. სარმატის გარდა შენი კულტურა თუ აი როგორც კვარაცხელია თქვა ხო? დიახ. დაცვა რა ერთგვარი პატარა ქვეყნისთვის ხო? კი ბატონო. აქედან გამომდინარე ეგ უნდა გავაკეთოთ. ბატონ შეტა, უღმესი მადლობა ამ საუბრისთვის. ძალიან დიდი მადლობა და რამე ხომ არ გნებავთ დაამატოთ ისეთ. არაფერი, მინდა რომ გისურვოთ წარმატება, ჯანმრთელობა რაც თავარია და რა ვიცი, თუ ჩამოხოთ თბილისში, ყველა ვარიანტი წლის ბოლომდე ერთი კაი ღვინო გადავლიოთ. წლის ბოლომდე უნდა ვეცადო. შეიძლება, მაგრამ კარგი დაავლება. ბატონ შეტა არა, ერთი ჩიქან ამბობს. Троицу можно, троицу. როგორც იწყვეტე. ბატონ შეტა, უღმესი მადლობა ესეთი გემრიელი სტილი უშუალო საუბრისთვის, ეს მნიშვნელოვანია ჩემი მაყურებლებისთვის და მე ვფიქრობ საერთოდ ჩვენებისთვის ყველასთვის და დიდი მადლობა. თქვენ პირადად გისურვებთ წარმატებებს და დროებით გემშვიდობებით. კიდევ ერთხელ დიდი მადლობა. მადლობა.